სიცოცხლე ზღვის დონიდან 4500 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ვულკანების კალთებზე ძალიან იშვიათია. თუმცა ეკვადორზე ბევრი ადგილია, სადაც სიცოცხლე ჩქეფს. მისი მარადმწვანე ტყიანი მთები ასობით უცნაური ჯიშის ბაყაყის თავშესაფარია. ტყის სარტყლები ანდების ორივე მხარეს მდებარეობს. ეს ადგილები ბოლო გამყინვარების პერიოდში იზოლირებული იყო. ამიტომ მცენარეებსა და ცხოველებს სხვადასხვა გზით უწევდათ ადაპტაცია. ეკვადორზე 500 სხვადასხვა სახეობის ამფიბიაა. და ამ მთიან ტყეებში ბაყაყის ერთი განსაკუთრებული ჯიშისთვის საკმარისი ტენიანობაა. ეს გახლავთ იშვიათი ჯიშის ბადისებრი ბაყაყი. გამჭვირვალე მუცელში გულს და სხვა შინაგან ორგანოებს დაინახავ. ამ გამჭვირვალე კანის გამო ფოთლებში რთული შესამჩნევია. ეს ფოთლის სრიალა ბაყაყი გახლავთ. ის ღამის ამფიბიაა და ცხოვრებას ხეებში ატარებს, რომლებზეც ხტუნვა-ხტუნვით გადაადგილდება. მაგრამ მიწას მთლიანად ვერ ტოვებს. შეწყვილების დრო რომ მოვა, გუბეებში ბრუნდება. მაგრამ იქამდე როგორ აღწევს? ამას მისი მეორე სახელიდან მიხვდებით. მოლივლივე ხის ბაყაყი. უსაფრთხოდ დაშვებისთვის ფრთების ნაცვლად ბადეებიან ფეხებს იყენებს. ხიდან ხეზე ხტომისას 45 გრადუსიანი კუთხით შეუძლია დაშვება. წყლიდან რამდენიმე მეტრის ზემოთ მამრი მღერის. მდედრიგი შესაჯვარებლად ადგილს ეძებს. ის ცოცვას იწყებს. თაყვანის მცემლები არაკლია. ახლა არჩევანის გაკეთების დროა. ტენიანობა საქმეს ართულებს. ცერათითები ისი აქვს განვითარებული, რომ სრიალა მდედრს ძლიერად ეჭიდება. მოჭიდება აუცილებელია. ირგვლივ ბევრი ეჭვიანი თაყვანის მცემელია, რომელთაც საქმეზე გადასვლა სურთ. თუმცა ღამე გრძელია და ამ ადგილებში უამრავი სხვა ბაყაყი შეწყვილდება. ქვირით სველ სეზონზე გუბეებს ზემოთ ფოთლებზე ყრიან. აქ მტაცებელთაგან დაცულნი არიან. გამოჩეკვისთანავე თავკომბალები გუბეში ჩაცვიდებიან. ბაყაყებად იქცევიან და საცხოვრებლად ისევ ზემოთ ხეებზე ავლენ.
მთის ტყე ყვავილებითაც მდიდარია. ამის გამო აქ უამრავი ჩიტი ბინადრობს. ნექტარი ისეთი მიმზიდველია, რომ მის მისართმევად ერთ-ერთმა ძუძუმწოვარმა კოლიბრისა და მწერების ქცევა აითვისა. არის ერთი ყვავილი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე დღე არის გაშლილი. მას დამხმარე სჭირდება, ვინც მის მტვერს მიმოფანტავს და მის გენებს გაავრცელებს. დამამტვერიანებელი სასწრაფოდ უნდა იპოვოს, ამიტომ მუშკის ძლიერ სურნელს უშვებს. არსებობს ერთი არსება, რომელიც ასეთ საცდურს ვერ უძლებს. ნექტარის ღამურა ფისტულადა. თითოეული ყვავილის გრძელ ბუტკოზე გემრიელი ნექტარის გროვაა მოთავსებული. მაგრამ ნექტარს როგორ მიუდგეს? როგორც ამბობენ, საჭიროება ევოლუციის დედაა. ამ 6.5 სანტიმეტრიან ღამურას თითქმის 9 სანტიმეტრის სიგრძის ენა აქვს, რაც მსოფლიოში ყველაზე გრძელია ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვრის სხეულის სიგრძესთან თანაფარდობაში. შედარებისთვის, ღამურა რომ ადამიანი იყოს, 3 მეტრიანი ენა ექნებოდა. ეს ნექტარი ღამურასთვის ენერგიის შესანიშნავი წყაროა, ხოლო ყვავილმა დამტვერიანების მშვენიერი საშუალება იშოვა. როდესაც ღამურა ბუტკოში ღრმად შეაღწევს, თავი ყვავილის მტვრით ესვრება. მიზანი მიღწეულია. ის ერთადერთი არსებაა, ვისაც ამ მცენარის დამტვერიანება შეუძლია. მის გარეშე ეს მცენარე არ იარსებებდა. ეს ექსტრემალური თანაევოლუციის მაგალითია. მცენარე და ცხოველი ერთად იცვლიან სახეს ორმხრივი სარგებლობისთვის.